იყო ალჟირის ახალგაზრდული საფეხბურთო კლუბის ალჟირ რასინგის მეკარე. შოჩურის დონჟუასაც თამაშობდა თვითონ. ასევე ძალიან ცნობილია იმით, რომ ქალებს მოწონდა. სად არის კამიუ, სად არის მერსო? ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ამ ტექსტში არის მზე. კარგი სიცხე, კარგი მზემ დაგარტყა, კარგი ცუდად ახარ. აი ეს რაღაცა. ყველა მოქმედებაში ლოგიკურად ჩანს მერსოს სულერთიაობა იმის მიმართ, რაც გარშემო დაწესდა. მან სიგარეტი მოწია და რძიანი ყავა დალია. მე ვნახე სპეციალურად ვიდეო გასვენების. შოკია დასაწყისიდანვე, ხო? აი ჩემ ქმარს რა კარგი საყვარელი ყავს. მე საერთოდ ფიქრობს, იქნებ მოკვდა მარი, იქნებ ავატარი, ან იქნებ ვიღაცას კოცნის ახლა. ეს არის სპეციალურად შერჩეული გულგრილობა, როგორც პოზიცია. მერსოს არ ახსენდება არაბი, რომელიც მან მოკლა. ათეიზმი არ ნიშნავს, რომ არაფერს აზრი არ აქვს. ამ ტექსტს მათ შორის მსოფლიო ლიტერატურის შედევრად აქცევს მისი დასაწყისი. ჩვენი ერთი წიგნი იქნება ალბერ კამიუს უცხო. მოგესალმებით ჩვენს არხმის მინეზე, სანამ დავიწყებთ წიგნზე ლაპარაკს, მინდა გთხოვოთ გამოგვყევით ჩვენს YouTube არხზე, TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და ყველგან სადაც ჩვენი გადაცემა. დღევანდელი ჩვენი ერთი წიგნი იქნება ალბერ კამიუს უცხო. და ალბათ დავიწყოთ კამიუზე ლაპარაკით, ხო? ფრანგული ეგზისტენციალიზმის ორი მამიდან ერთ-ერთი ალბერ კამიუ დაიბადა 1913 წელს ალჟირში. ალჟირი იყო საფრანგეთის კოლონია და მისი დროებითი თანამოაზრე სარტრისგან განსხვავებით გაიზარდა ღარიბ ოჯახში, რომ არა მისი მასწავლებელი, რომელმაც შენიშნა, რომ ის არ გავს სხვა ბავშვებს, რომელმაც ვთქვათ პორტში ფიზიკური შრომით უნდა ირჩინონ თავი. ფაქტობრივად დააძალა ოჯახს, რომ მიეღო განათლება და სტიპენდია ქონოდა და ისე განვითარებული იყო მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები. მამა ადრე გარდაეცვალა და ძალიან საინტერესო დეტალია დედასთან დაკავშირებით, დედას ძალიან ცუდად ესმოდა და თითქმის ვერ ლაპარაკობდა. ამის გამო კამიუსთვის პირველი პრობლემა იმ ადამიანთან და სამყაროსთან ურთიერთობის, რომელთანაც უნდოდა ურთიერთობა, შეექმნა დედასთან. ანუ მას არ ესმოდა წესიერად რა უნდოდა დედას. ასევე საინტერესო დეტალი მისი ცხოვრებიდან არის ის, რომ იყო ალჟირის ახალგაზრდული საფეხბურთო კლუბის ალჟირ რასინგის მეკარე, ძალიან კარგი მეკარე მათ შორის და რომ არა ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება ყოლოდა ფეხბურთელიც ისეთივე კარგი როგორც წერალი იყო და ფილოსოფოსი. თუმცა ტუბერკულოზმა ხელი შეუშალა მას სპორტული კარიერის გაგრძელებაშიც და ზოგადად ცხოვრებაში. ბრძოლისთვის მზად როცა იყო, მაშინაც ასე ვთქვათ დაიწუნეს იმის გამო, რომ ავადარის და ვერიომა. და სამაგიეროდ ფრანგულ ეგზისტენციალიზმზე ზოგადად მსოფლიოს ფილოსოფია შეემატა კიდევ ერთი ძალიან დიდი სახელი ალბერ კამიუსი. ასევე ძალიან ცნობილია იმით, რომ ქალებს მოწონდათ, ესეც ვთქვათ, ხო? ყავდა პირველი ცოლი, რომელსაც დაშორდა სხვა შორის ნარკომანობის გამო და მეორე ცოლი, რომელიც მოიყვანა იმისათვის, რომ ჩათვალა, რომ ეს ქალი კარგად მოუვლიდა, მაგრამ მე მთელი ცხოვრების მანძილზე ქონდა რომანები და ერთი ძალიან ცნობილი მსახიობ მარია კაზარესთან, რომელთან მიმოწერაც ინახება, ქართულად არ არსებობს, მაგრამ ზოგადად გამოცემულია და დონ ჟუანს კაბაში ასე ეძახდნენ ამ ქალს და აი ამ ქალთან ურთიერთობაც იყო ძალიან ბევრი მისი ტექსტის შთაგონება. მსახიობი იყო და უნდა ვთქვათ, რომ კამიუს ჰქონდა ეს ავანგარდული თეატრით, სადაც ამ თავის პიესებს და არა მარტო თავის დოსტოევსკისაც თქავდა ხოლმე და ძალიან ბევრ ცნობილ პიესასაც დონ ჟუანსაც თამაშობდა თვითონ და მე მსახიობებზე დაკვირვებით ესეც თქვა, რომ უნდა იცხოვრო როგორც მსახიობები თამაშობენ. იმ მომენტში ის წამი და დანარჩენი არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. მისი ფილოსოფიის მთავარ დეტალებზე რო გადავიდეთ, ახლა რა აზრია, ხო? რელიგიური ეგზისტენციალიზმი შეიცვალა
ათეისტურით, ასე ვთქვათ და ჩვენ დღეს გვექნება იმ პერიოდზე, აბსურდის პერიოდი კამიუს ცხოვრებაში, ეს არის სადღაც 38-დან შემდეგი რამდენიმე წელი, როცა დაიწერა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტები აბსურდთან დაკავშირებული და აბსურდულ ეგზისტენციალიზმთან შეიძლება ითქვას, ეს არის სიზიფეს მითი, კალიგულა და ჩვენი დღევანდელი რომანი უცხო. უცხოც სხვათა შორის სანამ დაარქმევდა ასე უცხო, ქონდა რამდენიმე ვერსია, უბრალო ადამიანი, სხვანაირი ადამიანი, მაგრამ ბოლოს შეირჩა უცხო, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს იმას, რისი თქმაც ამ ტექსტით უნდა. რისი თქმა უნდა და ძალიან სადაოა ესეც, იმიტომ რომ უამრავი ინტერპრეტაცია არსებობს, რისი თქმა უნდა და კამიუს ამ ტექსტით, მაგრამ ჩვენი ინტერპრეტაცია შევთავაზოთ კითხვას, რომელმაც ალბათ ეს ტექსტი ამ ზაფხულს უნდა გადაიკითხოს, რადგან ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ამ ტექსტში არის მზე და საშინელი სიცხე. ზუსტად ისეთი და ალბათ უფრო მწველიც, როგორიც ახლა არის გარეთ, 45 გრადუსი. მთავარი გმირის სახელი მერსოც ნიშნავს ორი ფრანგული სიტყვის ერთობას, ეს არის მზე და სიკვდილი. და მზეზე სიკვდილი, ასე გამოდის მისი გვარი. და სხვათა შორის აქვე არ დავივიწყოთ, რომ ჟურნალისტის როლში, როცა კამიუს ჟურნალისტად იწყებს მუშაობას, მას მერე რაც არ გაუშვეს საბრძოლო და დაიწყო ჟურნალისტი, რომ წინააღმდეგობის მოძრაობაში რაღაცნაირად ჩართული ყოფილიყო. მისი ერთ-ერთი ფსევდონიმი ჟურნალისტური იყო სწორედ მერსო. ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავის თავსაც ამ პერსონაჟთან აიგივებს და პირველ პირში როა დაწერილი ესეც რაღაცას ნიშნავს, ხო? კი, არასოდეს იმას არ ნიშნავს, რომ ზუსტად თავის თავზე წეს მწერალი, მაგრამ პირველი პირი იდენტიფიცირების ერთ-ერთი ნიშანია მაინც აქაც. და ძალიან საინტერესო ჩდება ეს პირველი პირი რომანის მეორე ნაწილში, როდესაც გაუცხოებისა და უცხოობის შეგრძნება იმდენად აბსურდული ხდება მერსოსათვის სასამართლოზე, რომ ის შოკში ვარდება, როდესაც მისი ადვოკატი იწყებს მასზე ლაპარაკს, ოღონდ მასზე პირველ პირში. მე ამბობს ადვოკატი ისე, რომ ის გულისხმობს მერსოს და მერსოს გაოცებაცა და დრამაც, რომელიც გამოიხატება იმით, რომ მას სიტყვასაც კი პრინციპში არ აძლევენ სასამართლოს დროს იმ მიზეზით. ადვოკატია ძირითადად ამ მისი დუმილის განმაპირობებელი, რომ მან თავისი ლაპარაკით საკუთარ თავს არ დაუშავოს. რამე, ანუ საფრთხე არ შეუქმნას. ისედაც დადუმებულია, ისედაც ვერაფერს ვერ ამბობს, როდესაც მას რაღაცას კითხავენ, რომ თქვას, ბევრს ვერაფერსაც ვერ იტყვის, იმიტომ რომ დამნაშავე არის მზე, მცხუნვარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თითქოს პიროვნულობასაც კი კარგავს გარდა სიტყვის უფლებისა, რომელიც მას არ აქვს, აი ეს მე, ხომ, პირველი პირის იკარგება. ეს ძალიან საინტერესოა. ისევე როგორც ძალიან საინტერესოა მთელი წიგნი და მე და შენ ამაზე რომანში რო შევალთ, ხომ, ძალიან ისეთი საინტერესო კამერტონი მოგვეცი დასაწყისშივე. ჯერ მშრალი ფაქტები, ფაქტები, მაგრამ უმთავრესი მერსოს პირველი პირი, კამიუს პირველი პირია, სად არის კამიუ, სად არის მერსო ამ რომანში და არის რასაკვირველია ზოგჯერ ჩვენ რა კი ვამბობთ, რომ ჩვენი პოდკასტი არის არა მხოლოდ წაკითხვის წიგნების, არამედ გადაკითხვის წიგნების და მათ შორის ჩვენთვისაც არის ეს გადაკითხვის პოდკასტი. ახლაც, როდესაც ჩვენ პოდკასტამდე გადავხედი ამ წიგნს, განსაკუთრებით გამიჩნდა განცდა, რომ მეორე ნაწილში, როდესაც მერსოში იღვიძებს პრინციპში ანარქისტი, რომელიც დოსტოევსკისეული პერსონაჟის მსგავსად გარკვეულ შერკინებაშია არსობრივად ეგზისტენციალურ, შესაძლოა თეოლოგიურ დისკუსიაში ჯერ გამომძიებელთან და მერე კი მღვდელთან, ხო? აქ უკვე კამიუ ლაპარაკობს. იმიტომ რომ ეს მე ესეთი განცდა გამიჩნდა. კი, იმიტომ რომ მანამდე დიდად არც არაფერს რეფლექსიით არ გამოირჩევა და თუ კი თქვათ ახალგაზრდობაში წაკითხვის დროს მეგონა რომ შეიძლება აპათია ჰქონდა, აქ მე ვხედავთ ზუსტადაც გადაკითხვის დროს, რომ ეს არის სპეციალურად შერჩეული გულგრილობა, როგორც
პოზიცია, როგორც ფილოსოფიური დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, სადაც შენ გაგხადეს ობიექტი. შენი ნებისმიერი საქციელი აღიქმება როგორც დაკვირვების ობიექტის საქციელი და არა სუბიექტის და აი ამისადმი რაც ახსენეს, აჯანყება არის ამისადმი. ეს მე ამბოხი ადამიანიც კამიუსი არის პრინციპში მე უკვე მეორე ნაწილი გაგრძელება იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვითარდება აზრი, არაფერს აზრი არ აქვს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ღმერთის არ სწამს, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა იბრძოლო და აი აქ შემოდის ზუსტად ის მსახიობის ცნება, როცა იმ მომენტში შეგიძლია ითამაშო, იბრძოლო და იყო ბუნტის თავი, ასე ვთქვათ, დაუპირისპირდა ყველა იმ წესს, რომელიც ცხოვრებამ, საზოგადოებამ და სამყარომ შემოგაჩეჩა წესებად. აი ამ წესებს რომ არიცავს კამიუს გმირი მერსო, ზუსტად ამის რამდენიმე მიყოლებით მაგალითს ვაწყდებით, სარტრი მაგალითად წერდა, რომ ძალიან ბევრი რაღაც ხდებაო და ერთგვარად აი ამასაც იწვევდა რაღაც სურათები გვაქვს მისი სხვადასხვაგვარი მოქმედების, მაგრამ ყველა მოქმედებაში ლოგიკურად ჩანს მერსოს სულერთიაობა იმის მიმართ, რაც გარშემო დაწესდა, რომ იყოს თამაშის წესი. და რაში მდგომარეობს, როდის ხდება აბსურდის საშიში, ხო, ასე ვთქვათ, მაშინ, როდესაც აბსურდის მიმართ არ არსებობს პროტესტი. როდესაც ადამიანისთვის აბსურდი ხდება ჩვეულებრივი ამბავი, ის თავის აბსურდულობას კარგავს და ხოლო ის, ვინც ინარჩუნებს სამყაროს და საზოგადოების წესების მიმართ პროტესტს, ის შეიძლება ვთქვათ, რომ აბსურდის აღქმის უნარში რჩება, ხო? ასე რომ ჩვენთვისაც და მთავარი გმირისთვისაც სრულიად გაუგებარი, რატო შეიძლება ადამიანი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, ამ დროს უფრო დიდ რეზონანს ხალხში, ნაფიცმსაჯულებში იწვევდეს იმის გამო, რომ დედა არ იტირა ისე, როგორც ეს არის მიღებული. და ჩვენ გვახსოვს ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასაწყისი ამ რომანის, რომ დედა გარდაიცვალა გუშინ, თუ გუშინ წინ. სინამდვილეში ეს იმიტომ არის ის, რომ როდის მოკვდა და როდის გააგებინეს ამ დროში სხვაობაზეა საუბარი. და აი აქაც მისი დედის როლი ეს რო თქვი რომ არის მოდა და ვერ ლაპარაკობდა კარგად, აქაც ჩანს აი დედის მიმართ გაუცხოებიდან იწყება ყველაფერი და მთავრდება იმით რომ ხო ის აკეთებს ისეთ რაღაცებს, რაც ვიღაცისთვის უცნაურია და ადამიანები შეიძლება მას სიკვდილისთვის უფრო იმის გამო იმეტებდნენ რომ დედა რომ მოკვდა კუბოსთან ყავას სვავდა ზიანს, ვიდრე იმისთვის რომ არაბი მოკლა, აქ ეხა არანაირი ის არ შემოდის ესეთი ნოტები არ ჩასო სპეციალურად რაღაც არაბის მკვლელობა სულ ერთი იყო ხალხისთვის, მაგრამ პრინციპში მკვლელობაზე მეტად მიუღებელი არის რაღაცას ქცევის პარტნიორებიდან არაბთან დაკავშირებით შეესწებართვით მცირე რეპლიკას მოვიტოვებდი. კი. ცოტა შემდგომი წუთების არის ჩვენი საუბრის. ხო, მაგრამ უმთავრესი კონცეფტი, ხო, რომ მერსო ისჯება გულგრილობისთვის, კი. ხალხს, ხო. ეს უმთავრესია ამ რომანში. კი, და როდესაც ის ამბობს, რომ ძალიან სიცხე იყო, მზემ გადააწყვეტინა, ესეც ამასაც რაღაც ფილოსოფიურ კონცეფციად შეგვიძლია აღვიქვათ, რომ პრინციპში ადამიანის ქცევა დეტერმინირებული არ არის თავისი ნებით, არამედ ეს რაღაც ის სილამაზისა და კრიმინალის ძალიან დიდი კონტრასტია, ხო, რომ აი ძალიან ცხელოდა და ამიტომ ადამიანმა გააკეთა ის, რაც იმ წუთას სიცხემ და მზემ და მწველმა მან გააკეთებინა ამბავმა, ხო? სინამდვილეში მართლა შეიძლება სიცხის დროს ადამიანს სიცხის მიწოდება იმ დონეზე შეუწეს ტვინთა, რომ განსაკუთრებულ კონდიციაში მოხვდეს და ადამიანი მოკლას. ხო, მზე ალბათ ჩვენ შეგვიძლია მზეზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ მზე ერთმნიშვნელოვნად და სიცხე და მწყუნვარება და სამხრეთული სიცხე არის რაღაცნაირად ნიცშიანელი კამიუს ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება, რომ დიონისური არსებაა პრინციპში მერსო. როგორ აცდებოდა ახლა იმ დროს დაბადებულისთვის ნიცშე ყველას თანდევი იყო ყველა წერილი. ერთმნიშვნელოვნად ნიცშიანელია და მათ შორის ესე აბსურდის შესახებ, ანუ სიზიფეს მითი. პრინციპში, რომელიც გამომდინარეობს, ეს ტექსტი გამომდინარეობს ალბათ უცხოდან, ხო, იმიტომ რომ ეს პრინციპში ერთი პერიოდია და ერთი
კონტექსტის პერიოდის ხო სწორედაც განწყობის გამოხატულებაა კამიუსათვის იქ ესეთი ნიცშიანურ ფრაზებს ვხვდებით როდესაც პირდაპირ სკანდალი ამბობს კამიუ ქრისტიანობა ანუ ქრისტიანობა როგორც სკანდალი რელიგიურობა როგორც სკანდალი რელიგიურობა როგორც საფუძველი იმისა რომ ადამიანი აჯანყდეს და მერსო აქ აჯანყებულია მაგრამ ნუ მზე გულისხმობს რაღაცნაირ დისტანცია სწორედად მორალისაგან სტიქიური როგორც შეიძლება იყოს ასევე კამიუს სიტყვებია ბუნება სტიქია ალერსიანი და გულგრილი ბუნება ალერსიანი და გულგრილია საინტერესო სიტყვებია ხო და ამ შემთხვევაში ამ სწორედაც ალერსიანი და გულგრილი ბუნების შემადგენელი და ნაწილია მერსოც მაგრამ მოდი ისევ დასაწყისოდ დაუბრუნდეთ ორი სიტყვით ბრალდებები შენახსენე ანუ ბრალმდებელი აი ამ ცნობილ სასამართლოზე თელ თავის ბრალდებას ააგებს სწორედ მერსოს უცხოობაზე გულგრილობაზე რომ მერსოს ხვა ლეტრანჟე როგორ თარგმნოთ არ ვიცი ფრანგულის ფსონები ალბათ კიდე ბევრი მსჯელობს საერთოდ ამ სათაურის ინტერპრეტაციაზე უცხოც არის სხვაც არის სხვა ტერმინ ფილოსოფიურ ტერმინ სხვას ძალიან დიდი ტრადიცია აქვს მათ შორის ფრანგი ეგზისტენციალისტების და სიმონ დე ბოვუართანაც და ყველა სხვადასხვანაირად ინტერპრეტებს სხვას არიან სხვები და ასე შემდეგ სიმონასთვის სხვები ქალები და ასე შემდეგ და ასე ანუ სხვა როგორც უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიური პრობლემა. ხომ? და აი ბრალმდებელი აგებს სწორედაც, ანუ რა ბრალდებები აქვს? დედა ეს უნიკალური ფრაზა, ხო? ამ ტექსტს მათ შორის სოფლიო ლიტერატურის შედევრად აქცევს მისი დასაწყისი. ხო. შოკია დასაწყისიდანვე, ხომ? ეს პრობლემაა. პრობლემაა მერსოცათვის რომ როდესაც მას ეკითხებიან და ეს ყველაფერი სასამართლოზე გაირკვევა, როდესაც მას ეკითხებიან რომ რამდენი მან ვერ გაიხსენა დედის ასაკი. 60-ზე მეტის იყო, მაგრამ აი ზუსტად არ მახსოვს რამდენი. მერე შენს მიერ ხსენებული და ამას როგორი ტრაგიკული და კატასტროფის საზოგადოებისათვის კატასტროფის მომასწავებელი მნიშვნელობა ენიჭება პროკურორისგან. მას სიგარეტი მოწია და რძიანი ყავა დალია დედამისის ცხედრის ნახვა არ მოინდომა. ხო იკითხებიან, გიდათ ნახოთ და არა ნუ გადახდით მას. არ აინტერესებს. მერე ბრალდება როდესაც მარისთან მას აქვს რომანი და პირველი სექსი, როდის დედის დაკრძალვიდან მეორე დღეს. ქალი ჯერ არ გაციებულა. ხო, გაგვიგიეს ჩვენს. აბარა, აბსოლუტურად. რა ნახეთ? კინოში იყვნენ და გამოძებნის მოვიხილეო პროკურორი ამბობს და ფერნანდელის მონაწილეობით კომედია უნახავთ. ფერნანდელი ცნობილი კომიკოსი, გამამძიმებელი ანდოს ფერნანდელის კომედიაზე მერსორას ამბობს. ჩვენ პირველი ნაწილი და გახსოვს რაღაცა სისულელე. ნუ მარის გავყევი. ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ საზოგადოებრივი ეთიკა გულისხმობს იმგვარი ტიპის ქცევის მოლოდინს, რომელიც განსაზღვრავს მერსოს სიცოცხლის ასე ვთქვათ უფლებას. და აქედან ამ ეთიკიდან ამოსული ლოგიკა, რომ თუ კი ადამიანი ასე იქცევა, თუ კი დედის დაკრძალვიდან მეორე დღეს შეუძლია ქალთან დაიწყოს რომანი, წავიდეს კინოში, დალიოს რძიანი ყავა, არ ახსოვდეს დედის ასაკი, მაშინ ის რა თქმა უნდა მკაცრად უნდა დაისაჯოს კვლელობისთვის. ანუ ეს მისი უცხოობა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მას არ აქვს ის ქცევა, რაც ადამიანებმა ერთმანეთისთვის დააწესეს. და ყველა იმ ტრადიციულ ცნებას და გაგებას, რომელიც ადამიანებში არსებობს, მერსო აყენებს ეჭქვეშ. აი, გინდა მოგიყვან ცოლა თუ შენ გინდა. სხვა რომ მკითხოსო, იო, სხვა რომ მკითხავ და სხვასაც დავთანხმდებოდი. ხო და ეს გულგრილობა, რომელიც თავიდან ჩანს, რაღაც ანტიაზროვნება სინამდვილეში არის აზროვნების უმაღლესი გამოვლინება შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ის უარს ამბობს და ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ გვახსოვს კიდევ, ხო, აი ჩემთვის ყოველთვის არის გადაძახ მიუხედავად რომ სარტრი ამბობდა, რომ არაფერი საერთო არ აქვს კაფკას პროცესს და მერსოს პროცესს ერთმანეთთან, ჩემთვის მაინც ეს არის ორი დაკავშირებული ტექსტი, იმით რომ
პრინციპში ორივე მოქმედი პირი, მერსოც და იოზეფ კაც არიან აბსურდთან დაპირისპირებული. უბრალოდ სიკვდილთან შეხვედრისას ორივე სხვადასხვა რაღაცას იგებს, ასე ვთქვათ. იქ უცხოში ჩვენ ხედავთ, რომ პრინციპში მეამბოხე ყოფილა ეს კაცი და მისი ეს აპათია არის პროტესტი არსებულ წესებთან, ხო? რომ ეს კლიშეები რაც არსებობს, აი თუ გიყვარს უნდა მოიყვანო ოჯახის შექმნის, რა ეს რას ამბობს, რომ რა ვიცი თუ გინდა მოგიყვან. მე არ მიყვარხარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მინდიხარ. თავისი სრულიად ციტატებისაგან და წესებისგან და ჰომოლუდენსობისგან დაცლილი ყოფა აქვს. მასზე არ ახდენს გავლენას არანაირი მიღებული და ამის გამოც არის უცხო, იმიტომ რომ ადამიანი რადგან სოციალური ცხოველია, მისი ქცევები საბოლოო ჯამში განსაზღვრავს მის სასჯელსაც. აი აქ არის სწორედ აბსურდი. აქ ადარებს უკვე ჟან-პოლ სარტრი კაფკას პროცესს უცხოს. იმიტომ რომ თავისთავად კაფკიანურია პროცესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოდი უბრალოდ ესე დავსვათ შეკითხვა. ის ამბობს, რომ ეს რო ამბობენ, რომ ეს არის ჰემინგუეი, კაფკა და ჰემინგუეის რაღაც ნაზავი, ეს ასე არ არის, ანუ ის ასე არ ხედავს. არა, ცხადია, ის თავისთავად პროცესის პერსპექტივა მისთვის აბსურდული, იმიტომ რომ მერსო ისჯება გულგრილობისათვის და არა იმდენად არაბის პლობისათვის. ხო, აი ეს არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მოდი დავსვათ ჩვენ საკ შეკითხვა. მერსო დამნაშავეა თუ არა? და რაშია მერსო დამნაშავე? თორე აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დგება. თორე მერსო რასაკვირველია დამნაშავე არ არის იმაში, რა ბრალდებებიც ეთიკის კატეგორიაში ხო აქცენტირდა, მაგრამ მამ კაცი მოკლა. და აი ეს კამიუს თანამედროვე მათ შორის ზოგიერთი ანალიტიკოსი საკმაოდ საინტერესო კრიტიკულ პერსპექტივას გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად კამიუ არის მოხიბლული დოსტოევსკით, მოხიბლულია დანაშაულითა და სასჯელით, უკაცრავად, მაგრამ რასკოლნიკოვი დანაშაულისა და სასჯელის მეორე ნაწილში სრულიად კონცენტრირებულია თავის დანაშაულზე, ჩადენილ დანაშაულზე, ის ფიქრობს მის მიერ მოკლულ ადამიანებზე, განსხვავებით მერსოსგან. მერსოს არ ახსენდება არაბი, რომელიც მან მოკლა. და ის უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური შეკითხვა გამომძიებლის, როდესაც ის ეკითხება. თუმცა იქ ჩემი აზრით დიდი სიყვარულით კამიუს მიმართ, მაგრამ ცოტათი არადამაჯერებელი არის ის სცენა, როდესაც უეცრად ჯვარცმას დაიჭერს ხელში გამომძიებელი და უეცრად იქ ისეთი კირილოვისა და სტავროგინის და ასე შემდეგ რაღაც აი ამ სიმბიოზის პერსონაჟი აქ უკვე კამიუ როდესაც ალაპარაკდება. კამიუ ფილოსოფოსი მე ესე მითხოდი და არა ფილოსოფოსი, რომელიც დოსტოევსკის გმირებსაც არომანტიზებს. ერთ მნიშვნელოვნად აქ ვფიქრობ, რომ გამომძიებლის შეკითხვა, როდესაც ის ამბობს, რომ კარგი სიცხე, კარგი მზემდაგარტყა, კარგი ცუდად ახარ, მაგრამ ეს პირველი ტყვია გასაგებია. აი მერე პაუზა და შემდეგ უკვე ძირს გარტყმულ გვამს 4 ტყვიას დააჭერებ. აი ეს რაღაცა. სხვათა შორის აქვე ვიტყოდი, რომ კამიუს უпроსტორად აი მერევა ისე კამიუ მერსო, იმიტომ რომ თვითონაც გვაძლევს ამის შესაძლებლობას, ალბათ ხოშხოში ასე მეჩვენება. რაიმონის საყვარელი გოგო, რომლის ძმაც შემდეგ გადაეკიდება, ტრად მოეკიდება რაიმონს და შემდეგ ამის გამო მერსო მოკლავს, ეს გოგო რო არაბია, ამას რაღაცნაირად გვერდით უვლის კამიუს. განა იმას ვამბობ, რომ კამიუ ვერ ხედავს არაბებს ალჟირში, მაგრამ აქ ისმის შეკითხვა, იქნებ არაბებიც უცხოა მერსოსთვის. სხვა არის, არაბიც სხვა არის. თორე მე მაგალითად აი ახლა გადაკითხვის ასე ხა ბოდის ვიხდი რომ ძალიან ისეთი სუბიექტური პერსპექტივით შემოვიჭერი ჩვენს პოდკასტში. რადგან არ არის სად არის ეს რეფლექსია? რომ როდესაც მე მახსოვს წავიკითხე, თუმცა ხა ბუნებრივია ამ ტექსტის გენიალურობას ეს შეკითხვები არანაირად არ აკრიტებს. თავისთავად გენიალურია, ხო? უკვე კარგია როცა შეკითხება. რასაკვირველია, მაგრამ როდესაც ეს წავიკითხე სადღაც 16-17 ასაკში, მაშინ ეს შეკითხვა არ გამჩენია. ახლა პირდაპირ როგორც კამიუსთვის არის სკანდალურობა, ქრისტიანობა ან რელიგიურობა და შესაბამისად ეს სკანდალი, ამ სკანდალზე პროტესტი გამოიხატება სიკვდილის წინაც, ანუ სწორედაც მღვდელთან, პრინციპში ძალიან მყვირალა ის თუ როგორ არაბის გვამი გაქრა. აგათა კრისტის ცნობილი შეკითხვის არ იყო, სად არის გვამი? სად არის მის ცნობიერებაში არაბის გვამი? ხო? იმიტომ რომ ის არ არის.
აი, ამიტომაც ვახსენე რასკოლნიკოვი. რასკოლნიკოვი მთლიანად უტრიალებს თავის დანაშაულს. დანაშაულს, არა იმ დანაშაულს, რომელსაც მას განაჩენად გამოუტანს საზოგადოება. არამედ დანაშაულს, რომელსაც იოზეფ კას დანაშაული გასავათ არ ჩაუდენია. იოზეფ კას დანაშაული არის აბსტრაქტული. არ ვიცით არც თვითონ იცის და უბრალოდ მერსომ დააშავა, მაგრამ პროცესი როგორც სასამართლოს ვერ ხედავს იქნებ. არის ძალიან აბსურდში ძალიან გავს მაინც თან თუ გახსოვს კაფკას პროცესით და კოშკითაც ძალიან შთაგონებული იყო კამიო თვითონ და ძალიან კარგი ესე დაწერა ორივეზე როგორ უიმედობა და შეგუება მის ფერიცვა მეტამორფოზისა და იოზეფ კას შემთხვევაში როცა არც კითხულობ აი ხოჭოდ გადაიქეცი და არ კითხულობ რატომ კითხულობ სამსახურში როგორ უნდა გააგებინონ პირველივე ფიქრი რა არის რომ შენ ეგუები აბსურდს და იქ ხედავთ რომ კაფკასთვისაც ალბათ და კამიუსთვისაც ამაში ვამსგავსებ აქედან იწყება ბოროტების როდესაც შენ არ გიკვირს ის რაც უნდა გიკვირდეს ხო ამიტომ აი ეს ჩვეულებრივი ამბავი რომ არიცი რაზე გიჭერენ და უნდა დაკითხონ და რაღაცნაირი ადაპტაცია მიდის აბსურდთან ადაპტაცია მით უმეტეს თუ გავიხსენებთ რომ ეს არის 42 წელი აბსურდთან ანუ ფაშიზმთან ადაპტაციის წლებია უკვე მეტაფორა მნიშვნელოვანი კი და 42-ში ხო და ესეთი პარადოქსი არის რომ ნაცისტური საოკუპაციო რეჟიმის ცენზურისგან მიიღო დაბეჭდვის დემართვა ეს უბრალოდ გამოცდილება გალიმარის ვალდებულება იყო კანონის მიხედვით. ანუ ნაცისტებმა, საფრანგეთის ოკუპანტებმა ამ ციგს მისცეს, ასე ვთქვათ, გამოცემის უფლება. ძალიან საინტერესოა ეს. თვითონ კამიო ოღონდ წინააღმდეგობის მოძრაობის დეტალი, როდესაც საყრდენი წერტილები მორალს და სამყაროს გამოეცლება და იწყება და ჩვენ თუ გახსოვს პოდკასტი მარტორქები დავიწყეთ, ესეც იყო, როდესაც შენ ეგუები სრულიად აბსურდულ, ალოგიკურ მოცემულობას, აქედან უკვე იწყება აბსურდის ნორმალიზაცია, რაც თავისთავად მიდიხარ, რასაც თავისთავად მიყავხარ მე აი ესე ტრაგიკულ სავალალო შედეგამდე, თუმცა ძალიან კაი დეტალი ახსენე, რომ ეს არაბი უნდა შემოვიდეს, ხო, უკვე კამიუს დღევანდელ გადაკითხვაში, ალბათ ეს თემაც მაშინ ეს ალბათ არ იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ანტისემიტური და ანტიცივილიზაციური განწყობები ევროპაში არ იყო არაბებისკენ ესე კონკრეტულად, ხო, მიმართული, მაგრამ ალჟირიც კოლონია იყო და არაბებსაც ალჟირი არის ტრაგიკული პრობლემა, იმიტომ რომ ჯერ ერთი კამიუ არის არაბული ალჟირის დიდი ტრფიალი და თვითონ იქ დაბადებულია და იქ არის, ხომ? ასე ვთქვათ, მთელი მისი ესეისტიკაც, გვიანი ესეისტიკაც მათ შორის არის დაკავშირებული აი ამ ალჟირთან და პლუს დეგოლის დამოკიდებულება ალჟირის მიმართ და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პრობლემა საფრანგეთის ყოფილ კოლონიებთან მიმართებით და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა პოლიტიკურის და ისტორიულ პრობლემად სწორედ საფრანგეთს და მათ შორის გენერალ დეგოლსაც შეექმნა ალჟირთან მიმართებით და რაღაცნაირად ხდება შემდეგ კამიუ მუდმივად ტრანსფორმირებს თავისი არც თუ ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში მისი ფილოსოფიური და მისი სოციალური თუ პოლიტიკური პოზიცია მეტამორფოზას განიცდის, მაგრამ საბოლოოდ ის რადიკალური და ძალიან თანმიმდევრული და ძალიან გაბედული მებრძოლია კომუნიზმის და აი ამ სტალინური და აქვე ვთქვათ და ალბათ უცხოსთან კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნება რომ აი ამ აბსურდის ხანაში რომელიც გვე მისი შემოქმედების აბსურდის ფაზა რაც გვიცე სიზიფეს მითი და უცხო ხო ძალიან კარგად ეხმიანება მის უკმაყოფილებას უთანხმოებას სარტრთან რაზე იყო მათი უთანხმოება როდესაც სარტრი ამბობდა რომ ეხლა ისეთი დრო არის რომ უნდა დაიჭირო მხარე ან მემარჯვენეობის ან მემარცხენეობის ან კომუნისტი უნდა იყო და ან კაპიტალისტი
აი კამიუმ მკვეთრად ამას ემიჯნებოდა მაშინ, იმიტომ რომ ხედავდა, რომ სწორედ გულგრილობა შეიძლება იყოს ამ ორივე იდეოლოგიის მიმართ, მიუხედავად რომ თავიდან შევიდა ამ რაღაც სოციალისტურ პარტიაში, ძალიან კამიუს არ გაუჭირდა სტალინიზმის ხილება, დანახვა, პასტერნაკზეც და ყველანაირ ტექსტზე ქონდა მას რეაქცია, რომ და ზოგადად ამბობენ, არ ვიცი ხა ის უნდა ვახსენოთ თუ არა გადაცემაში, მაგრამ დადასტურებული არ არის, მაგრამ აბრალებენ, რომ ის ავარია, რომელშიც საბჭოთა კგბ-ს აბსოლუტურად რაღაც თავისი რომანების გმირივი დაიღუპა, იმიტომ რომ მატარებლით უნდა წასულიყო ბილეთი პალტოს ჯიბოში უპოვეს, რომ მატარებლით უნდა წასულიყო და იმ გალიმართან ერთად, გამომცემელთან ერთად მოყვა ავარიაში და ვის ციგნაკში ფრაგმენტებიც ჰქონდა მომავალი რომანის, უკანასკნელი ადამიანის და დაცემის მათ შორის, ხო, ხელნაწერი დაცემის და ბოლო რომანის. ხო, ამბობენ რომ იმიტომ რომ უნგრეთის ნაიეს საბჭოთა კავშირის ხილების გამო, წერლების დაცვის გამო, კრიტიკის გამო და სარტრისგან განსხვავებით არანაირი მოხიბლა აი ამ კომუნისტური რეჟიმებით მას არ ჰქონდა. და ამიტომ მათი უთანხმოება სიმონ დე ბოვუარის გარდა ის რომ ამას სოფლელად თვლიდა და თავის გვარს არისტოკრატად, გარდა ამისა კიდე ეს დეტალიც იყო. ისინი სხვადასხვაგვარად და სხვათა შორის აი დღესაც ეს საკითხი არის აქტუალური. იმიტომ რომ არ არის ასე ცალსახად ეს, უნდა დაიჭიროს თუ არა მწერალმა მხარე. და ალბათ, როდესაც საქმე ეხება ისეთ ბოროტებას, როგორიც არის ომი, როგორიც არის ესეთი აწყვეტილი ნაციზმი, ვთქვათ, ხო, ადამიანების გენოციდი, ეთნიკური წმენდა, მაშინ წერლის დუმილი ალბათ სხვა ტიპის გულგრილობა. მაგრამ რაღაცა ის დეიდეოლოგიზირებული კამიუ მაინც უფრო მართალი მგონია, ვიდრე სარტრი, რომელიც მოუწოდებდა ფილოსოფოსებსაც და მწერლებსაც, რომ მათ რომელიმე მხარე უნდა აირჩიონ, ესე არ გამოვა. სინამდვილეში რაღაც დისტანცია საჭიროა იმისთვის, რომ მოვლენებს დააკვირდე და აქ უცხოშიც ეს რაღაცნაირად ჩანს, რომ უცხო ხარ ყველასთვის, თუ რაღაცა იმ მოფიქრებულ საყრდენებს აცლი ადამიანებს, რაც დააწესეს ერთმანეთთან და სამყაროსთან ურთიერთობისთვის. და ეს სილამაზეც რაც ის ჩანს და მისი საყვარელი სიტყვები ზღვა, ხალხი, მზე, დედა, აი ეს სიტყვები, ყველაფერი რაც საყვარელი სიტყვები, ამოვიწერე კიდევაც, ხო, აი ეს დედა, უდაბნო, ყველაფერი რამაც პრინციპში დაღუპა, რის გამოც დაისაჯა. და ზუსტად აქ ჩანს აი ეს კონტრაპუნქტი, რომ ყველანაირი სილამაზე ბოდიში და ამ სილამაზე შენ ფეხებზე კიდიხარ. იმ ზესაც, იმ სამყაროს ლოგიკასაც, შენ არანაირი მიმართება და განზრახვები არ აქვს. და იმისთვისაც უცხო ხარ და ვისთანაც ერთიანობა უნდა კონდეს იმის გამო, რომ იგივე სახეობას წარმოადგენ, იმათვისაც უცხო ხარ. ანუ ხარ აბსოლუტურად მარტო ყველასა და ყველაფრის წინაშე. მაგრამ ხო, აი ეს მეორე ფაზაზე რომ გადავიდეთ, რატო ვახსენე. თუმცა კამიუ მერე ამბობს, რომ თავისი ნობელის სიტყვაში 1957 წელს სინდისი იყო სიტყვა ნახსენები, რის გამოც ის ნობელის პრემიით დააჯილდოვეს, იქ ზუსტადაც ახსენებს, რომ ადამიანი სანამ ცოცხალია, მან უნდა იბრძოლოს. და ეს ბრძოლა არის აზროვნების აქტიც მათ შორის და სინდისიერების აქტიც, ხო? ხო, პლუს ისევ პარალელი კამიუსა და უცხოს მერსოს შორის, ხომ? ერთი მხრივ კამიუ მერსოს ადარებს ქრისტეს, რომელიც ახლა ის თქვენია, აი ესეთი ფრაზა, ქრისტე, რომელიც ამ დროისაა, თქვენი დროისაა და მეორე მხრივ მერსოს ტრაგედია, შენახსენე სიტყვა დაღუპვა და კამიუსიც მათ შორის რაღაცნაირად გამოხატავს ასევე ისევ და ისევ კამიუს შეფასებას. მერსო სინამდვილეში ტყუილს არ ამბობს და იჟება ამის გამო. უბრალოდ სასამართლოს პროცესი ისევ და ისევ რა კი აგებულია. ზუსტად მივხვდით, სადაც გავწვდი, რომ ბრძოლა არის არ გადათქვა, რასაც ხედავ. ხო, და როდესაც მარი ეკითხება, რომ შენ გიყვარ ვარ არა, არ მიყვარ ხარ, მაგრამ რატომაც არა. ხო, როდესაც დედა არ მახსოვს დედა როდის მოკვდა, ან რამდენი წლის იყო, მერსო ტყუილს არ ამბობს. და მერსო დამნაშავეა. არის ეს პრინციპულობა, როდესაც შენ სრულიად ირაციონალურად ხვდები, რომ ამით თავს დაიღუპა, მაგრამ არ ამბობ ტყუილს. ხო, იმიტომ ეს არის უკომპრომისო ბრძოლა რეალობასთან, ხო? იმიტომ რომ არ შეუძლია რომ თქვას ტყუილი.
საქმეც ეს არის. ამიტომაც შესაძლოა კამიუ თავისებური ცხადია ინტერპრეტაციით და აქაც ის მე ვფიქრობ რომ ნიცშიანელია, როგორც ნიცშე ქმნის თავის ღმერთს ზარათუსტრას სახით, ალტერნატივას ზეკაცის სახით, რომელიც თავისთავად ღვთაებრივი ფუნქციებით არის აღჭურვილი, ოღონდ ღმერთი არ არის, ასევე კამიუსათვის მერსოც არის ისევ და ისევ მისი ციტატაზე დაყრდნობით ამ დროის ქრისტე, რომელიც გადაეცემა მსაჯულებს და სასამართლოს იმის გამო, რომ მან არ დაიცვა თავი სინამდვილეში. და აქ შეიძლება ასევე გაგვახსენდეს, ეხლა ძალიან შორი თუ არ იქნება ასოციაციები იგივე დოსტოევსკის იდიოტთან, იმიტომ რომ მიშკინიც ხომ იესოა, ოღონდ ტრაგიკული, კატასტროფული კომენტარით და განსაკუთრებით ეს იდიოტის მეორე ნაწილს ეხება, როდესაც მიშკინის სათნოება უბრალოდ იდიოტიზმია. ანუ არასორ დროს და არასორ ადგილას სიკეთე. აბსოლუტურ ბოროტებაში და ქაოსში. ხომ მერსო არის საზოგადოების სინთეზი. ანუ მერსოს პერსონალური დანაშაული, რომელიც ჩემთვის და შენთვისაც რაღაცა ცოტათი აბსტრაქციაში გამოიკიდა, სინამდვილეში არის ერთგვარი მეტაფორა შესაძლოა. ხო, თუ არ როგორც რაღაცნაირად ვეფხისტყაოსნის გმირებისათვის, რომლებიც კაცს შემოსტყორცნიან ხოლმე, მაგრამ პერსონალურობა მეტაფორულია, ანუ საფუძველია ისათვის. იქნებოდა რომ რომელი კაცი როგორ არიან ის კაცები რომ შემოტყორცნეს რო ეს მეტაფორა. ეს მეტაფორა. და ქრისტეს გვახსოვს კამიუ რა აზრს ავითარებს, რომ პრინციპში ეს იყო პირველი ზეკაცი ღმერთი, რომელიც იმედი გაუჩინა ადამიანებს და რომ ეს იმედი ეგზისტენციაში აუცილებელია იმედის გაჩენა იმ უბრალო ხალხისთვის, იმიტომ რომ ყველანაირი ანტიკური მოწოდებული იყო ელიტისთვის, ხო, იქ როგორც არაბი არ ჩანს უცხოში, ისე არ ჩანს იქ რასაკეთებდნენ აბა პლატონის და სოკრატეს დროს ვიღაცეები, ვინც არ იყო დაინტერესებული, არ ეკუთვნოდა ელიტას, ხო? ეს ადამიანები უბრალოდ არ არსებობდნენ და ქრისტე მოიცალა ამ ადამიანებისთვის, მისცა სასუება და იმედი. და სასუებისა და იმედის გარეშე ყოფნა არც ათეისტურ ეგზისტენციალიზმს არ შეიძლება რომ ესე გამოაცალო ადამიანს. ამიტომაც მისი სიზიფე არის გმირი, რომელმაც იცის რა რომ მისი შრომა არის აბსურდული, მაინც იბრძვის. მაინც შრომობს. არის უცხოს გაგრძელება. გაგრძელება იმის, რომ როგორც არ უნდა იყოს, როგორი გულგრილიც არ უნდა იყოს თავად სამყარო შენს მიმართ და პერსონალურად შენთვის რომ არანათებს მზე, ეს არ ნიშნავს, რომ შენ აი შრომა, რასაც სიზიფე ეწეოდა, ეს პროცესი, რასაც ცხოვრება ქვია, აი ამ იმედით არ განვლო, ხო? ან მანაც მონახა კამიუმ კონცეფცია, აი სიზიფეს შრომა შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის მოვალეობა სანამ არსებობს, ესე ვთქვათ, ხო? რაღაც ამ შემთხვევაში თუ ამ გადასახედა თუ მერსოს განვიხილავთ სიზიფეს მითის ნაწილად, ხედავთ, რომ მერსო უცხო სწორედ იმიტომ არის, რომ ის ვერ ამბობს ტყუილს, ემოციური ინტელექტის ნაკლებობა, მაგრამ ფიზიკურ სხეულს უკავშირებს მერსო. რომ მე სულ ასე ვარ ბავშვობიდან, გახსოვს ეს ძალიან საინტერესო ფრაზა. როდესაც ფიზიკურად რაღაცა მიჭირს ჩემ ფიზიკურ სხეულს, შემდეგ აღქმა მიჭირს რეალობის. აქ ისეთი წმინდა ფენომენოლოგიური პრობლემა შემოდის, იმიტომ რომ ჰუსერლის დიდი თაყვანისმცემელია ასევე. კამიუ და იგივე ესე აბსურდის შესახებ თლიანად ჰუსერლიზე და იასპერსზე და ამ ასე ვთქვათ ეგზისტენციალისტებზე და ფენომენოლოგიის შემქმნელ კონცეპტუალისტებზე არის, ხო? რომ მომენტი მოიხელთოს ადამიანმა. და რა თუ momenti, არამედ ცხოვრება მოიხელთოს. რასაც მერსო ვერ ახერხებს და შეძლო ბოლოს. ხო, თუ მთლიან მარიას ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გადის, ვერ მოიხელთა ეს სიყვარული. გახსოვს მისი ნოსტალგია მარიას სხეულზე. და ციხის ეპიზოდები სულად გენიალურია. დარდობს რომ ანუ ციხეში მისი სადარდებელი, როდესაც თქვა რაღაცა მკითხველი ელოდება, რომ ეხლა ის დაიწყებს რეფლექსიას, რაც ახსენე, რომ ვინ მოკლა, რატომ მოკლა, როგორ მოხდა ეს სინანული. ის წუხს რომ ვერ ექნება ფიზიკური სიახლოვე მარისთან, იმიტომ რომ ციხეშია. იმიტომ რომ აწმყოს ვერ იხელთებს. აბა რა, და ციხეშია და ნუ მაგრამ მე ეს სხეულის ფერ გთავდება. მე საერთოდ ფიქრობს, იქნებ მოკვდა მარი. იქნებ ავატარი, ან იქნებ ვიღაცას კოცნის ახლა. ვიღაცას კოცნის ძალოვანი შემოდის სიკვდილის წინ ყველა ის ადამიანი. ჯერ ჟიდა, იქნებ მკვდარი იყოს. იქნებ ამით უფრო დაიმშვიდოს თავი. და ემოციური ინტელექტის ჩანასახები შემოდის, ეჭვი, შიში, ფიქრი, მაგრამ ხო, აი ეს პირველი აბსურდული ფაზა კამიუს
შემოქმედებისა ზუსტადაც ამას გვაჩვენებს, რომ აი მისი კონცეფცია თუ შეიძლება ესე მოვიხელთოთ ეს წიგნიც და სიზიფეს მითიც და მერეცის ამბოხებული ადამიანის პრინციპში ის აზრი რომელსაც ავითარებდა ეს გახსოვს კიდე წერილი გერმანელ მეგობრებს ასეთი უნიკალური ხო კამიუსი და რომ ათეიზმი არ ნიშნავს და ღმერთის არარსებობაში რწმენა არ ნიშნავს რომ არაფერს აზრი არ აქვს. ეს არ ნიშნავს არაფრის კეთებას და ყველაფრის დაშვებულობას. და სწორედ ამის გამოც ზუსტადად სინდისის გაღვიძების ნობელის პრემია აქვს ამ მიღებული ამაში. ხონდრო სინდისის კამიუ შემდეგ ძალიან ანუ მისთვის მორალური საკითხი თუ არა იმპერატივი ხდება საერთოდ უმთავრესი ღერძი, ასე ვთქვათ, მისი ცხოვრების მეორე პერიოდის შემოქმედებისათვის, რომ იდეაში კამიუ ანარქისტია მთელი თავისი არსებით. მაგრამ და დეიდეოლოგიზირებული ანარქისტი. უბრალოდ შემდგომ ის ხვდება, რომ რაღაცა ძალიან კონკრეტულია ეს ომი და არა აბსტრაქტული. ამიტომაც მისი კონფლიქტი სართან. ამიტომაც პრინციპში იმ სიტყვაშიც ამბობს, ხო, რომ ბრძოლა მნიშვნელოვანია, ანუ ანარქისტული ლოზუნგია ეს. ოღონ არა ვიღაცის მხარეს. ხო, ანუ თავისთავად სტალინის და მაოს. იმიტომ რომ კამიუ ინდივიდის მხარეს არის ყოველთვის და არა საზოგადოების, არა სოციუმის, არა სოციალური, ან ისტორიული, ან პოლიტიკური, არა და უკვე თვლის 47-ის 47-ში ის უკვე თვლის რომ კი მწერლის მოვალეობა ეხმიანებოდეს აი იმ ხმებს რაც ისმის სამყაროში და რეზონირდება. შენახსენე ეს და ამიტომაც სულედაც არ არის გამორიცხული, მით უმეტეს კგბ-სა და თანამედროვე ჩეკას ტრადიციას თუ მივადევნებთ თვალს რომ 1960 წელს შეიძლება მართლაც მოწყობილი იყო. ხო, საგარეო საქმეთა მინისტრ შეპილოვს ახსენებენ აქ, ესთან ეს ვერსია, მოდი ესეც შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ საინტერესოა ჩეხი მწერლის მიერ არის პირველად გამოთქმული 80-იან წლებში, შემდეგ იტალიელმა მწერალმა კამიუს მკვლელობა თუ კამიუს სიკვდილი აღარ მახსოვს, სულ როგორ არის სათაური, საკუთარ საინტერესო კვლევაც გამოაკვირდა. წიგნია ფაქტობრივად ეს ნახევრად დოკუმენტური ხო, უბრალოდ შვილი უარყოფს ამას, ხო, მაგრამ რა იცის ახლა შვილმა იქ რა მოხდა. ხო, იმიტომ რომ კამიუს შემდეგ ინტერპრეტაცია სხვადასხვა კუთხის ინტერპრეტაციას დაიგო იმდენადაც კი რომ ნიკოლა სარკოზი რამდენიმე წლის წინ კამიუს გადასვენებას ითხოვდა პანთეონში პარიზის. და შემდეგ მემარცხენეულმა, ასე ვთქვათ, სოციალისტურმა ჯგუფებმა არა კამიუ, არამედ სარკოზი დადაშაულეს კამიუს სახელის, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტიზირებაში პოლიტიკურ და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ბრძოლა ინდივიდისთვის და აი ეს ბრძოლა, ანუ კამიუს ხომ სიზიფეა, ხო? და კამიუს ტრანსფორმაციაც, იმიტომ რომ კამიუს ეს რომანი ასევე უნდა ვთქვათ ისიც ეს არ დაგვავიწყდეს რომ ეს არის რომანი სიკვდილის დაჟის წინააღმდეგ, ხო? ანუ ეს გილიოტინას და ეშაფოტის აღწერა, თავის მოკვეთა, ეს უაღრესად საინტერესოა, იმიტომ რომ ამას ტრადიცია აქვს მithumetes ფრანგულ ლიტერატურაში, ისტორიას ოთავი დავანებოთ, ხომ? როგორია გილიოტინა და რა არის ეს სიკვდილის ეს რა მოდელთან, ტექნიკურ და კომფორტულ მოდელთან. კინემატოგრაფსაც თუ გავიხსენოთ, მაშინ გავიხსენოთ იყო ეს სიკვდილის დაჟის წინააღმდეგ ფილმები ხო? აბსოლუტურად იგივე ჟანგაბენისა და ორნიქალაკში. რასაკვირველია. მაგრამ შემდეგ აი შენახსენე წერილი გერმანელ მეგობარს. მეორე მსოფლიო ომის მერე კამიუ თავს იკავებს, რომ ესეთი კატეგორიული დამცველი იყოს ჰუმანიზმის ამ მოდელის. იმიტომ რომ ის ფიქრობს, რომ კოლაბორანტები სიკვდილით უნდა დაისაჯონ. მერე გადააკეთებს ასევე ამ პოზიციას. თუმცა მთელი აი კამიუმ დაიწყო, მაგრამ მთელი 50-იანი 60-იანი წლები ამერიკულ კინოშიც ჩემი საყვარელი ფილმი 12 განსხვავებული მამაკაცი. ნუ მაინც სიკვდილით დაჟის წინააღმდეგ ყოფნა ის იყო რაღაც აქტუალური იყო მიუხედავად იმისა რომ მეორე მსოფლიო ომი წინ ქონდა. ხო, თან მithumetes მერსოს შემთხვევაში არ ვიცი რამდენად დამეთანხმები. და ესეც კამიუს ფილოსოფიური პოზიცია. ჩვენ არ უნდა დაგვაბიზდეს რომ კამიუ ფილოსოფოსია. უპირველეს ყოვლისა. მიუხედავად რომ გენიალურად წერს, ხომ? და ამაზეც ხო ქონდათ დავა რომ ფილოსოფიური ტექსტები უნდა წეროს მარტო თუ ლიტერატურა, მაგრამ თვითონ შეიცვალა მე ეს აზრი, რომ და მისი ფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი ღერძი და რითიც იწყება ეს აბსურდის შესახებ, რომ თავარი ფილოსოფიური პრობლემა, ეს არის თვითმკვლელობის პრობლემა. ღირს თუ არა სიცოცხლე ცხოვრებად, ანუ ღირს თუ არა რომ ეს ცხოვრება გავლიოთ, გავიაროთ. მერსოს შემთხვევაში მართალია ის არის სიკვდილის დაჟის, ანუ სხვათა მიერ გადაწყვეტილების
კონკრეტულად მერსოს შემთხვევაში სიცოცხლის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მერსო მიდის თავისი თვითკონობისაკენ როგორც ფილოსოფიური პრობლემისაკენ. რომ მერსოს თელი ქმედება ცნობიერი თუ არა ცნობიერი, თუ გაუაზრებელი უბრალოდ. როგორც შენახსენი, ეს არის თვითკონობის კესვა, ანუ თავისუფლების კესვა. რომ ფილოსოფიის ვალი არის სიკვდილის კვლევა და თვითკონობის უფლების კვლევა. და ხო, ხედავთ რომ პრინციპში თავის მოკლად შეიძლება ამას დავარქოთ, იმიტომ რომ ტყუილებით შეეძლო თავი დაეწვინა. ცხადია. ხო, ასე რომ რა მკვლელობა და რა თვითკვლელობა კიდევ საკითხავია, იმიტომ რომ ეს თვითკვლელობა ისევ და ისევ ეს არის მერსოს თავისუფლების განაცხადი იმ პირობებში თავისუფლება აღარ არსებობს აბსოლუტურად. საინტერესო დეტალი მისი ოჯახური ცხოვრებიდან, ცოლი, რომელსაც სულ აბრაზებდა და უდიდეს ეს დაცემის პროტოტიპი? დაცემის იმიტომ რომ დაცემის პროტოტიპი ცოლი უმნება რომ არ გადაარჩენს გახსოვს იქ ქალსაც. ისე უმნება დაცემა ჩემ მე უნდა მიმადლოდე უკაცრავად ამ წიგნის წარმატებას, რომ კამიუ იქ რეფლექსირებს თავის ღალატზე და ძალიან ნანობს. თავის ღალატზე, თავის გულგრილობაზე და ცოლი მეოთხე სართულიდან გადმოხდა ასეთი შემთხვევაც ჰქონდა და დამტრეული იყო, ასე რომ აი ეს სრულიად ასეთი გრძნობებისა და ასეთი სამყაროს დეკონსტრუქტორი კაცი სახში შეიძლება აი ასე ყოფილიყო, ხო? მე რატომ აინტერესებს ხოლმე იცი ცხოვრებისეული დეტალები, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რამდენად ტექსტი შეიძლება არ იყოს ბიოგრაფიასთან არანაირ კავშირში ზოგჯერ, რაღაც ცხოვრების რაღაც ფაზებში, ხო? მე ვნახე სპეციალურად გუშინ მაინტერესებდა ვიდეო გასვენების, აი ცოლის ამ ქალის სახე მაინტერესებდა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება განვლო უდიდეს ტანჯვაში და მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ აი მისი ბოლოს ამ მარია კაზარესის მიმართ რაღაც რესპექტიც კი გაუჩნდა ბოლოს, როგორც აი ჩემ ქმარს რა კარგი საყვარელი ყავს, რა კარგი ბიჭია. ხო, მაგრამ გაუგო ბოლოს აი ესეც რაღაც დამარცხდა. კი, აი ესე მე თვითონაც გახდა კამიუს პერსონაჟი, რომელიც ვარდა ტიპიური მიღებული ქცევიდან და რეაქციებიდან. აქ მარტო საქციელი კი არა, არჩევანიც და ქცევაც კამიუს პერსონაჟი მერსოსი ამ შემთხვევაში არ ჯდება არანაირ ტიპიურ მიღებულ რეაქციებსა და ნორმებში, ხო? მე მართლა პირველად რო წავიკითხეს, გინდა მოგიყვან, ცოლად გინდა არ მოგიყვან, აბსოლუტურად გაუგებარი იყო, იმიტომ რომ არ შეიძლება 16 წლის ასაკში ხა ეს მივხვდე რა ტიპის ფილოსოფიურ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე და ცოტა იბნევი ზუსტად ხო, არც ტილ, როგორ შეიძლება რომ ასეთი წიგნის გმირი ყავდეს სრულიად არასიმპათიური, ხო? ხო, მაგაც არის უნიკალურობა კამიუს ოსტატობისა. რომ ის თითქოს თანაგრძნობას გვიჩეს ნებისმიერ შემთხვევაში მერსოს მიმართ და იქვე ჩდება აბსურდული განცდა, კითხავს უჩდება აბსურდის განცდა, ხო, მაგრამ რატომ უნდა მომწონდეს მერსო და მოგწონს. და ყავადალი მე კიდე ამომიტივტივდა გოგი გვახარიას ქონდა ხოლმე ხუმრობა პანაშვიდიდან დაბრუნებულ ქართველებზე, რომ ზიამიტი რა აი ეს კიდო და ხო აი ამით განისაზღვრება გლოვის ხარისხი, ხო? და აი ესეც გამახსენდა გუშინ რაღაც ბევრი რაღაც რაც უკავშირდება, ხო? თუ არ იტირეს იგი არ უყარდა. აბარა. და აქაც ასე. აქაც ეს ხო, მაგას ვამბობ. გარდაიცვალა დედა თუ გუშინ წინ, აი ეს არის. და შენ წახვედი ქალთან წახვედი ზღვაზე და ცხოვრება გააგრძელე, ხო? ჩვენი კულტურისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ეს ტექსტი, ასევე საინტერესო ჩვენ დღევანდელი კონტექსტისთვის. ძალიან საინტერესოა ქართველი მწერლების აზრიც და დაპირისპირებაც იმ თემაზე იყოს თუ არა პოლიტიზირებული მწერალი და უნდა გამოთქვას თუ არა თავისი აზრი სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე, ხო? ასე რომ ფიქრობ, მიუხედავად რომ ეს ტექსტი თითქმის ყველა ადამიანისთვის ნაცნობია თუ წაკითხულია ისე როგორც შავი ჭირი, სხვა შორის ერთი რაღაც გამახსენდა კიდევ დეტალი. გახსოვს შავჭირში ეს რო აქ შავი ჭირი როგორ კვდებიან, ანუ ხელებს ვერ ხრიან და იქაც აი ეს რაღაც ალუზია რო ქრისტესავით წამებული და ხელგაშლილი კვდება ყველა და აი ეს თემა იყო მისთვის ყველაზე საინტერესო დომის ქრისტიანობის მიუხედავად რომ თვითონ ათეისტი იყო, აი ეს ყველაზე საინტერესო თემა მაინც უტრიალებენ ხოლმე, ხო იცი რა? იმიტომ რომ ისევ და ისევ
ეკლესია დიდი ასე ვთქვათ მამის ტერტულიანის სიტყვების არ იყოს კამიუს ამ ფორმულის ასე ვთქვათ რაღაცნაირად თაყვანისმცემელია წამს რახან აბსურდია და პლუს რელიგია ხო ვიცით რა არის რელიგია რა არის ესეც ხო ვიცით რომ რელიგია ეს არის რაღაცა დადგენილი წესების მრავალჯერადად განმეორება ლოცვა რიტუალებისა და განმეორებითი ქცევების ერთობლიობა და აქაც ამას უპირისპირდება მერსო როგორც ამბოხებული ადამიანი რომ არანაირ რიტუალს არანაირ განმეორებითობას არ ემორჩილება ანუ შეგვიძლია განვიხილოთ არა როგორც დეპრესიაში ჩავარდნილი უაზრო ადამიანი არამედ როგორც მეამბოხე ამიტომაც არის უნიკალური როგორც დასაწყისია უნიკალური ამ რომანის ფინალიც უნიკალურია რომ რისხვით ახსავსე ზიზღით ახსავსე შეძახილებს მოვისმენ გილიოტინასთან მისურიო ხო ანუ უნიკალური ესე ვთქვათ ბოკლო მიადევს ამ წიგს დასაწყისი და დასასრული მე მგონი ყველაფერს ვერ ვიტყოდით ჩვენი რაღაც ქრონომეტრაჟის გამო მაგრამ აი ამ ცხელ ზაფხულს ჩვენგან იქნება რეკომენდაცია გავიხსენოთ გადავიკითხოთ წაგვიკითხავს კამიუს უცხო სხვა შორის მე ქართულად ეს სიტყვა ძალიან მომწონს შენ რა სიტყვი უცხო და რა სხვა გემშვიდობებით და სანამ დაგემშვიდობებით მინდა გთხოვოთ კიდევ რომ დააფოლოვოთ ჩვენი YouTube არხი მისმინე და მოგვისმინათ ნახვამდის ნახვამდის